ეს არის ის, რომ პედაგოგების ექნებათ ორთვიანი შვებულება, რაც აქამდე არ იყო. ეს შედის ძალაში და ეს იქნება მუდმივად ასე. მეორე, მათ ორთვიანი წინასწარი ხელფასი მიეცემათ ამთვის და მომავალთვის დასაწყისში. მესამე, ეს არის ის, რომ ადმინისტრაციის მუშაკებს მოემატებათ ხელფასი. კიდევ ერთხელ მოვახერხეთ, რომ მადლობა გვეთქვა ამ ადამიანებისთვის და გარკვეულწილად გვერდში დავდგომოდით იმ გმირულ შრომაში, რომელსაც ისინი ახორციელებენ. გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები არასასწავლო პროცესში დადიოდნენ სკოლაში, მაშინ როდესაც მოსწავლე არ იყო თავად სკოლაში, აბსოლუტურად ტყუილა და ამან ყველაფერმა უხეშად შელახა პედაგოგთა უფლებები, მასწავლებლები ზოგ შემთხვევაში წერდნენ უხელფასო შვებულებაზე განცხადებებს ზოგიერთი დირექტორების მოთხოვნით, რაც აგრეთვე არღვევდა მათ უფლებებს და დღეს უკვე ბუნდოვანი რეგულაცია არის შეცვლილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ფიქრობენ იმაზე, რომ ძალიან მძიმე შრომა, რასაც ეწევიან ჩვენი პედაგოგები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, დასრულდეს იმით, რომ მათ შესაძლებლობა მიეცეთ ძალების აღდგენის, ძალების მოკრების და იმის გააზრების, რაც უნდა გააკეთონ მომდევნო სასწავლო წელს. უკვე ივლისის დასაწყისიდან ჩვენ პედაგოგებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ეს უფლება და გამოცხადდებიან ისინი სკოლებში არაუგვიანეს 2 სექტემბერს.